ეს არის მოკლე ამბავი ბასკებისა და ქართველების საოცარ კავშირზე, ფეხბურთის მოედანზე რომ გამოვლინდა. ამბავი ეხება ორ შორეულ მთებში მცხოვრებ ხალხს, ხომ? უნიკალური ენებით, საერთო უძველესი სახელით, იბერია და მათ მოულოდნელ შეხვედრას 1927 წელს თბილისში, როცა ბასკონიის ნაკრები თბილისის დინამოს ეთამაშა. უნდა იცოდეთ, რომ 1927 წლის 24 ივლისს თბილისში გამართული მატჩი უბრალოდ თამაში არ ყოფილა. არა, ეს იყო ნამდვილი მოვლენა. აი წარმოიდგინეთ 25,000 მაყურებელი, სულ სადღესაულოდ მორთული სტადიონი, ესპანურენოვანი მისალმება და დინამოს ბიჯებმა ყვავილებიც კი მიართვის სტუმრებს. ნამდვილი ზეიმი იყო რა. თვითონ თამაში როგორი იყო? ბასკებმა თავიდანვე აჩვენეს მაღალი კლასი. თავდაჯერებულად თამაშობდნენ, პასებიც ზუსტი ჰქონდათ. მართალია ლანგარას გოლი მე-12 წუთზე არ ჩაუთვალეს, მაგრამ ტაიმის ბოლოს დინამოს ავტოგოლით მაინც გავიდნენ წინ შესვენებაზე, ანგარიში 1-0 იყო ბასკების სასარგებლოდ. მეორე ტაიმში თბილისელებსაც გაუქმეს გოლი. ბოლოს კი ბასკებმა გოროსტიცას გარღვევისა და ლანგარას დარტყმის შემდეგ მეორეც გაიტანეს და ანგარიში 2-0 გახადის, მოკლედ დამაჯერებლად მოიგეს. ეს მატჩი კი ამ კითხვებთან ერთად იმ ღრმა პარალელებსაც გვახსენებს, უძველესი იბერია, უნიკალური ენები, რომლებსაც მსგავსი არ მოეპოვებათ. ეს ყველაფერი გენეტიკის არაერთგვაროვანი პასუხების მიუხედავად, მაინც გვაფიქრებინებს რაღაც დავიწყებულ კავშირებზე. ასე რომ, 1927 წლის თბილისის მატჩი მაინც რჩება ამ ორი უნიკალური, ძველი ხალხის შესაძლო, მივიწყებული კავშირის საინტერესო სიმბოლოდ, რომლის საიდუმლო ბოლომდე ამოუხსნელია.